მოგესალმებით ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო, ალბათ იცანით დიდი 10-ის მთავარი ჯილდო თასი, რომელიც გადაეცემა სეზონის ბოლოს ქვეყნის საუკეთესო კლუბს და იმასაც მიხვდებოდით, რომ იმყოფებით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube არხზე და თვალთვადებთ დიდი 10-ის ფინალის მიმოხილვას. ამ მატჩში ერთმანეთს ლელო და ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ და ძალიან საინტერესო დრამა შემოგთავაზეს. დასაწყისისთვის რამდენიმე სახიფათო გარღვევა ვნახოთ, ეს დიდო კალანდაძის გარღვევაა, რომელიც ლოკომოტივის გარემარბა მოაწყო და მართალია ამ შეტევას არაფერი მოუტანია სახეირო ლოკომოტივისთვის ქულების თვალსაზრისით, ასევე ვერ მოიტანა ქულები ყიასაშვილის გარღვევამ, რომელიც ლელომ საპასუხოდ წამოიწყო, სამაგეროდ ქულები მოიტანა ბუბუტეიშვილის დაფარება, მან დაუფარა ციკლაურს, მოიპოვა თავადვე ბურთი, გააგრძელა მართალია ხაზის გადაკვეთა ვერ მოახერხა, მაგრამ რამდენიმე ფაზის შემდეგ ლელოელებმა მაინც შეძლეს 5 ქულის მოპოვება, ეს კი გუჯა სურგულაძემ გააკეთა, როდესაც რაგთან ახლოს ბურთი აიტაცა და დაამიცა მეტოქის ლელოს მოედანში. ამას ცოტა ხანში უპასუხეს ლოკომოტიველებმა ლამაზი შეტევით და კვლავ დიდო კალანდაძის გარღვევას ნახავთ, რომელმაც კარგად ისარგებლა იმით, რომ მეტოქე დაცვაში ჭადრაკულად იდგა, გაარღვია დაცვის ხაზი და გაათანაბრა ანგარიში, ამას ციკლაურმა მიუმატა კიდევ გარდასახვა და 7-5 გაიყვანა თავისი გუნდი წინ. ეს უკვე მეორე ტაიმია. ირაკლი ყიასაშვილის გარღვევა, ლელო და ლელოს არასენსი კვლავ წინ გადის ანგარიში 10-7. თუმცა ლოკომოტივი არ შეეგუა მდევრის როლს და ცოტა ხანში ბექა ციკლაურმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 10-10. ლოკომოტივმა ესეც არ იკმარა და ცოტა ხანში ღვთისო ელოშვილის ლელოთი სულად წინ გავიდა ანგარიში 15-10. ბოლო სიტყვა მაინც ლელოს არასენსმა თქვა. მათმა 9 ნომერმა სანდრო მინდიაშვილმა ხვრელი იპოვა რაგთან ახლოს, გაძვრა დაამიცა, შემდეგ ყიასაშვილმა გარდასახა და საბოლოოდ თავის გუნდს გაამარჯვებინა კიდეც ამ მატჩში და საერთოდ ჩემპიონატში. ლელოს არასენსი ზედიზედ მეოთხედ ხდება საქართველოს ჩემპიონი, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, ჯამში კი მე-6 ტიტულს მოიპოვებს ქვეყნის საუკეთესო გუნდისა. მე რა თქმა უნდა ულოცავ ჩემპიონს ამ შესანიშნავ შედეგს, უსურვებ წინსვლას მომავალში, შემდგომ წარმატებებს, ასევე ულოცავ მის გულშემატკივრებს თავისი საყვარელი გუნდის გამარჯვებას. თქვენ კი გიტოვებთ დაჯილდოებისა და ზეიმის კადრებს. ამას უკვე კომენტარი აღარ სჭირდება.